დაზღვევა პირიქით რატომღაც ასოცირდება, არ ვიცი, ნეგატიურ კონტექსტში უფრო ასოცირდება საქართველოში. რა თმინდა ხალხო, ვინ ჩემზე კარგად, ვინ ფაქტია, რომ რებრენდინგი გააკეთეს, იშრომეს, გამოცდილება ჩადეს. ჩემს არაფერი არ არისო. ან ნახე, მე რომ ვიყო. გამარჯობა, ეს არის მონეტიზაციის პოდკასტის პირველი ეპიზოდი. საპილოტეც არის სატესტოც, თუ მოგვეწონება და ყველაფერი კარგად წავა, შეიძლება პირველიც იყოს. მე ვარ ნოდულ ლაცაბიძე. მე ვარ ლევან ჭანუყვაძე. და ჩვენ გვინდა რომ შევქმნათ ისეთი პროდუქტი, ისეთი პოდკასტი, რომელიც მოკლედ რო ვთქვათ, მარტივად იყურება. ჩვენ ორივე მეც და ლევანიც მარკეტინგის მიმართულებით მუშაობთ, მათ შორის ტექის მიმართულებით, სტარტაპების მიმართულებით უკვე წლებია და ამ რაღაც პოდკასტ ბუმის პერიოდში, ეხლა ხო ძალიან ბევრი პოდკასტია, ძალიან ბევრი პოდკასტი წამოვიდა და ძალიან ტრენდულია, მაგრამ რასაც ვაკვირდებით და მართლა ეგრე არის, რომ არის რაღაცა საათნახევრიანი, შეიძლება 2 საათიანი პოდკასტები, რომელიც არის პროსტა აი free talk რა, აი მიდი და უბერე რაზეც გინდა პარაკი არავითარი შეზღუდვა არ არის. უკვე იმდენად ბევრია მართლა, რომ რაღაც ყველა ერთმანეთს დაემსგავსა თან და თან საინტერესოობას დაკარგა. ისე როგორც აქტუალურობა. თან დამეთანხმები, რომ დღევანდელ დღეს საათნახევარი გამოყო და უყურო პოდკასტს ერთ და იგივე თემაზე ან სხვადასხვა თემაზე ან რა ვიცი, რა უნდა მოყვეს იმ საათნახევარში ადამიანმა, ვინ უნდა იყოს ეგეთი, რომ მე პირადად დავინტერესდე. ძალიან იშვიათად მახსენდება საათნახევარი ზოგჯერ ფილმებისთვისაც გვებევრება ხოლმე რა. იმიტომ რომ აი მაინც TikTok-ის ერაა საბოლოო ჯამში. ამიტომ ჩვენ გვინდა რომ მაქსიმალურად იყოს როგორ თქვა, ისეთი კონტენტი, რომელიც იყურება, ეს არ იქნება საათნახევრიანი, 2 საათიანი, შეიძლება ქრონომეტრაჟი იყოს 40 წუთი, 35 წუთი, მაგრამ მხოლოდ უბრალოდ საუბარი არ იქნება რა, აქ იქნება გვეყოლება საბოლოო ჯამში და ხედავთ, რომ ჩვენი მესამე ცენტრალური სკამი, ასე ვთქვათ, არის ცარიელი, ეს იმიტომ რომ ჩვენ მომავალ პოდკასტებში უმეტესწილად მარტოები არ ვიქნებით. უმეტესწილად არა, მარტოები არ ვიქნებით. პირდაპირ ესე ვთქვათ. ხო და ვინ იქნება აქ ჩვენთან ერთად? ეგ არის. ვინ იქნება ჩვენთან ერთად? ეს პირველ რიგში დამოკიდებულია მაყურებელზე, მათ მოთხოვნაზე, თუ ვინ იქნება მათთვის საინტერესო და ასევე კომპანიებზე, რომლებიც გამოთქვამენ იმის სურვილს, რომ მოვიდნენ, დაძიდნენ ჩვენთან ერთად პოდკასტში, ისაუბრონ თავიანთ თავზე. ოღონდ ეს საუბარი არ უნდა იყოს ისეთი, როგორც არის ხოლმე და როგორცაც შეჩვეულები ვართ რაღაც სატელევიზიო ფორმატში თუ ბიზნეს პოდკასტები. ანუ აქ მოკლედ ვთქვათ, პეპლები არ იფრინენ რა. ხო, პეპლები არ იფრინენ პირიქით. ხო, ანუ აი მოხვედი და დედა რა კაი ხარ და დედა რა მაგარი კომპანია ხარ და დედა რა საოცარი ხარ, ნამდვილად არა. ვინც ამ სკამზე იჯდება შემდეგ ეპიზოდში, მოკლედ რო ვთქვათ, მარტივი გასეირნება არ იქნება, იმიტომ რომ გვექნება ძალიან კონკრეტული კითხვებიც, მათ შორის რიცხვებთან დაკავშირებით, შემოსავლებთან დაკავშირებით, ზოგისთვის შეიძლება უხერხულიც იყოს, არ ვიცი. აუცილებლად უხერხული უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს იქნება ალბათ ყველაზე ყურებადი და ყველაზე საინტერესო მაყურებლისთვისაც. ვისაუბრებთ როგორც უკვე აღნიშნა ფინანსურ ნაწილზე, ასევე ვისაუბრებთ მარკეტინგზე, ბრენდინგზე და ზოგადად კომპანიის კულტურაზე, თუ რა ქმნის ამ კომპანიას, როგორი არის ეს კომპანია საზოგადოებისთვის და აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ რაღაც მარკეტინგში გვაქვს გამოცდილება საკმაოდ დიდხნიანი, ასევე ტექსტში და ასე შემდეგ, ჩვენ ვართ ძალიან აქტიური მომხმარებლები ბევრი სხვადასხვა პროდუქტის. ანუ ჩვენ თუ target audience-ში მოხვდებით, აუცილებლად მოხვდებით აქტიურ target audience-ში. ეს ამისად გვაქვს იმის კომპეტენცია, რომ ერთმანეთს შევადაროთ ბევრი რაღაც. კი, რა თქმა უნდა. 2-ზე მეტ ჯერ მოკლედ გამოგვიყენება ერთ და იგივე პროდუქტი სხვადასხვა კომპანიის მიერ მოწოდებული. შესაბამისად, დღევანდელი პრინციპში პოდკასტი როგორც გვაქვს დაგეკმილი, არის რომ ერთი რომ გაგაცნოთ პირველ რიგში ვინ ვართ, რას ვაკეთებთ და რა არის ეს პოდკასტი. აქვე მნიშვნელოვანია რომ ამ პოდკასტის წარმოდგენი არის Runway, სააგენტო, რომელიც ასევე მეიდანოდომ დავაარსეთ, რომელიც ბევრ სხვადასხვა მნიშვნელოვან მიმართულებაზე მუშაობს, მათ შორის ინოვაციურ მიმართულებებზე, რომლებიც დღეს საქართველოში ან არ გვაქვს, ან თუ გვაქვს ძალიან საშინლად, პირდაპირ რო ვთქვათ რა და ამას აუცილებლად განვიხილავთ შემდეგ სეგმენტებში. ჩვენ სხვადასხვა მიმართულებას. ხო, ანუ Runway-ზე 2 სიტყვას ვიტყვი, ეს არის მარკეტინგული სააგენტო, რომელიც აერთიანებს მათ შორის ტექის მიმართულებას, როგორც
თქვათ ბრენდის განვითარების კუთხით, ტექნოლოგიების კუთხით, ეს იქნება ვებსაიტები, მობილური აპლიკაციები, სოფტვერები, CRM პანელები, მოკლედ სრული კომპლექტი ვართ, იმიტომ რომ ჩვენს უკან კიდევ რამდენიმე ათეული ძალიან პროფესიონალი ადამიანი დგას თავის სფეროს მართლა აი ტოპ სპეციალისტები და გჯერა რომ იმ სერვისი რაც იმ სერვისს რასაც თავაზობთ ბიზნესებს არის უმაღლესი ხარისხის და ასეც იქნება საბოლოო ჯამში რამდენი როგორც უნდა გავიზარდოთ, რამდენი ახალი კლიენტიც და რამდენი ახალი ბიზნესიც უნდა დავიმატოთ ჩვენ სერვისში. ამიტომ ეს არის ერთგვარი ნაკრები მთელი ამ პროექტების და ინოვაციური მათ შორის ძალიან აქტიურად ვაპირებთ AI-ის მიმართულების ათვისებას, ინტეგრირებას ჩვენ სერვისებში. ჩვენ შემთხვევაში ალბათ მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენ ვართ ასე თქვი ისე გარდა იმისა რომ ყველა სხვადასხვა მნიშვნელოვან ასპექტს მოვიცავთ ვართ ერთგვარი end to end რა ანუ დასაწყისიდან ბოლომდე პროდუქტის განვითარებიდან დაწყებული რაღაც მარკეტინგამდე გაყიდვამდე შეგვიძლია რომ რაც საბოლოო ჯამში ფასი იმეშვება რა ქვია. კი. თუ ჩვენთან მაგალითად ბევრ სერვისს იღებს ბიზნესი, ის საცალოდ უფრო იაფად გამოდის. ხო, მოდი რადგან ახლა სხვაებიც ესე უნდა გამოვატაროთ კრიტიკულ ხარცეთს და რიცხვებს და ასე უნდა გვესაუბროთ, ჩვენ თავზეც ესე ხო, ანუ ბუნებრივია. ხო. ჩვენ მოდი იქიდან დავიწყოთ, საიდან გვაქვს მაგისი უფლება რომ მათ რაღაცა კითხვები დაუშვათ. ხო, ეს ლოგიკური კითხვა არის, რომ აი შენ ვინ ხარ, როცა სხვას განიკითხავ, ეს განკითხვა არ არის. არც კითხვის დასმა არ არის განკითხვა და არ ნიშნავს რომ თქო ვიღაცაზე უკეთესი ხარ და ყველაზე ჭკვიანი ხარ და ყველაზე მაგარი ხარ, ამას საერთოდ არ ნიშნავს. ხო, მოდი, არც ერთმანეთს გამოცდილებაზე ვისაუბროთ თუ ჩვენ თავებზე ვისაუბროთ, როგორ ჯობია. ქრონოლოგიურად როგორ მივყვეთ ეგაა საქმე. ჯერ იმით დავიწყოთ, რომ მოკლედ მე და როდო ერთმანეთი გავიცანეთ სადღაც 4 წლის წინ, მუშაობდით ერთად საერთო პროექტზე, რომელიც იყო საკმაოდ მასშტაბური პროექტი, შეთამაშებული ის ვართ ხო, რა ქვია, გუნდი, არა მარტო ჩვენ, არამედ ჩვენ უკვე ის დგას, ხო, ყველასთან ერთად საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობთ. ანუ ორივე საბოლოო ჯამში სტარტაპების მიმართულებით გამოცდილება გვაქვს. და ჩვენ ვარ კიდევ დგას ადამიანები, რომლებსაც ჩვენზე უფრო მეტი წარმატებაც აქვთ სხვადასხვა საკითხებში. კი, და სწორედ ესეთ ხალხს ველოდებით აი ამ სკამზე. ამდენად. იმიტომ რომ ჩვენც ახალგაზრდები ვართ, ასაკი არ ვთქვათ, დავტოვოთ საიდუმლოდ. კომენტარებში დაგვიწერეთ ჩვენი ასაკი. ჩვენ ასაკით პატარები ვართ, ასე ვთქვათ, ეხლა დიდ ბიზნესმენებთან, მაგალითად ამ სკამზე ვინც იჯდება მომავალში, იმათთან შედარებით, ამიტომ მათი გამოცდილების გაზიარება, რჩევების მიღება. ითი მივცეთ, რომ მინიმუმ ალბათ 1-10 წლით უფრო პატარები მაინც ვიქნებით, ვინც მან სკამზე იჯდება. შეიძლება მეტიც იყოს ყოველ შემთხვევაში. არა, მინიმუმ სხვა. მეტიც. რა თქმა უნდა მეტი იქნება. ამიტომ ამ სკამზე ვინც დაჯდება, ხშირ შემთხვევაში შეიძლება საერთოდ კი არ უმეტესწილად ჩვენზე დიდი გამოცდილების მქონენი იყვნენ. ამიტომ ეგეც ძალიან ისეთი ამბავი არის რა, გამოცდილების გაზიარება, როცა სხვის წარუმატებლობაზეც იმაშვები სწავლობ და არა აქვს მნიშვნელობა რომელ სფეროში მოღვაწეობ რა, აი საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის ადამიანი ხარ, თუ შენ მზად ხარ წარუმატებლობისთვის, მე მაგის ღმად მჯერა. მაშინ წარმატებისთვისაც მზად ხარ რა, იმიტომ რომ თუ შეგიძლია რომ ორჯერ წარუმატებელი იყო, სამჯერ, ოთხჯერ, მაგრამ ღრმად გჯერა რომ მეხუთე შეგიძლია რომ რაღაცა გააკეთო, მეხუთეზე, მეექვსეზე. ამიტომ ეგ ყველა შემთხვევაში ადრე თუ გვიან მაინც შედეგს გამოიღებს რა. ამიტომ მაგაზეც გვექნება ხშირად საუბარი, რომ წარუმატებლობა ეს არ არის რაღაც პათეტიკური ფრაზა, რომ აი ყველაფერი გაკვეთილია და ასე შემდეგ. მართლა ძალიან დიდი დატვირთვა აქვს მაგასაც. ისე წარუმატებლობა უფრო საინტერესოა განსახილველად, იმიტომ რომ როცა ბიზნესი წარმატებულია, იმ განხილვას ხო, წარმატების მერე მოდის ფეიმი, მერე მოდის აი მე ყველაზე მაგარი ხარ, ყველაზე ის ხარ. საბოლოო ჯამში ხო ეგ არის, რომ შენ საპორტერი ბევრად უფრო ნაკლები გყავს, ვიდრე თუ როგორ არის ეგა? ანუ წარმატებული ხარ, უფრო მეტი გყავს. ანუ პროცესში საპორტერი ცოტა გყავს და მერე უკვე celebrate, ანუ ვინც აღნიშნავს შენ წარმატებას, ეგ ბევრია მე. ამიტომ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. თავარია ისიც რა გვახსოვდეს შეცდომები რაც დავუშვით და ეს ადამიანები ვისაც მოვიწოთ, გვინდა რომ საუბრობდნენ საკუთარ შეცდომებზე პირველ რიგში, იმიტომ რომ წარმატების ისტორია მათი ასე თუ ისეთი ადამიანები იქნება, ვისაც ვიცით. შეიძლება არ უცებ კონკრეტულად სახელები წარმატება, მაგრამ მათი ბრენდი რომ უკვე ვიცით და აქ იქნებიან, ესეც ნიშნავს რომ წარმატებულები არიან. აი წარმატებლობა თუ როგორ მივიდნენ აქამდე, რა შეცდომები დაუშვეს, ოღონდ არა რაღაც ტრაფარეტული შეცდომები და ტრაფარეტული ფრაზები, არამედ რეალური წარმატებულობა და რაში დაუშვეს შეცდომა. ხო. ეს არის მნიშვნელოვანი რომ გავიგოთ მსგავსი ადამიანებისგან. ამიტომ ეგ წარუმატებლობის ამბავი და ნებისყოფის ამბავი და დისციპლინის ამბავი, რომ წაქცევის მერე წამოდგომა აუცილებლად უნდა იცადო.
მინიმუმ უნდა იცადო, შეიძლება ვერ ადგე, მაგრამ უნდა იცადო რა, თუ არ იცადე და გააგრძელე და იმას გენი გაშალე ხელები და იმას გენი რა ქვია, გადაეშვი სასუწარკვეთაში ეგ საერთოდ უარესია. ამიტომ რომ და არც დაგეწყო ეგეთ შემთხვევაში რაღაც. მე ესე მგონია. ხო, მაგრამ ეგეც მანდაც ხო არ იცი ხოლმე ხა. არა, არ იცი ერთია, მაგრამ რომ დაუფიქრდები, თუ დანებდი და არ გაგრძელე, მაშინ ყველა დაკარგე რა დრო. ეგრეა. ნუ მაგიტომ მაინც უნდა სცადო, რომ ის დრო რაც დაკარგე არ იყოს დაკარგული და გამოცდილებად გადაიზარდოს. გადავიდეთ შემდეგ სექციაზე. შემდეგი სექცია ეს არის ბოლო პერიოდში ქართულ ბაზარზე არსებული რებრენდინგები. ძალიან საინტერესოა. საინტერესოა და განსაკუთრებით აი რამდენიმე კვირის წინ, არც კი ერთი კვირის წინ მომხდარი რებრენდინგია ძალიან საინტერესო. არქის ახალი ბრენდი. არქი. სამშენებლო. მოგეხსენება არქი კი. განვიხილოთ არქი? ვიცი. დამიშიარე და განვიხილოთ. დაშიარებული გვაქვს. არქის რებრენდინგს რაც შეეხება არის ესეთი. ესე გამოიყურება. რეალური ესეთი ცვლილება თვალში საცემი არის, უბრალოდ რაღაც ახალი სტილია. ახალი სტილი არის ეს მომრგვალებული. კუთხეები მომრგვალეს ერთადერთი და ფონტიც შეცვალეს, რომელიც მე ძალიან არ მომწონს პირდაპირ. ფერიც არ მომწონს პირდაპირ უკანა ფონის. არ არის კონტრასტული. თეთრთან მიმართებით, ჩემი აზრით, არ ვიცი. თვითონ აი ეს ფონტი არის რაღაც საშინელი. ფონტი ძალიან ცუდია. ქართული ფონტი ბევრად ჯობდა, რაც იყო ადრე, ლოგოზე დატანილი. თუმცა ალბათ ეს ცვლილება მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ არქის რაღაც გაყიდვების პოლიტიკა მათ შორის უცხოელებზეც აქტიურად არის გადართული და რაღაც და ეხა კიდე რაღაც ახალ პროექტთან დაკავშირებით რაღაცა პრობლემები აქვს, როგორც ვიცი. ხო, სპორტსმენების სკანდალებია მათ შორის. და მამარდაშვილის და თონიკე შენგელიას ინვესტორად შეყვანა. მაგაზე შეგვიძლია შევეხოთ 1-2. არის ლევან მოკლედ არქის გარშემო პრობლემები. ეს სხვათა შორის სიმპტომატური რაღაც არის, როცა სჭირდებათ ხოლმე რაღაც ესეთი სელებრიტების დამხმარე რგოლად დამატება. ცოტა აი მე პირადად ეხლა არქიში მე ბინას არ ვიყიდი და არც მაგ არქიში ნახდათ არ ვიყიდი. არ ვიყიდი არ როგორც გამიგია არ არის თლათ მაღალი ხარისხის. ანუ არც სამშენებლო მასალები და ასე შემდეგ. ანუ მე უბრალოდ იმას ვიძახი რომ ვფიქრობდე ინვესტირებას და რაღაცა კონკრეტული თანხის ჩაბანდებას უძრავ ქონებაში, ეს არქი ნახდად არ იქნებოდა და არც არქის ახალი პროექტი არ იქნებოდა. და რატო? მაგრამ არქის პროექტები ზოგადად ისეთ ადგილას არის და ხო, კი, უბრალოდ ინვესტიციად პირიქით მე მგონი საინვესტიციო ღირს. საცხოვრებლად არ ვიცი, თუმცა არ ვიცი, უბრალოდ მე იმას ვამბობ, რომ ეგ მათ შორის სპორტსმენების და ეგეთი სელებრიტების ესეთი აქტიური ჩართულობა მაშინ ხდება საჭირო, როცა რაღაც სერიოზული კრიზისი უდგას კომპანიას. ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ანუ ინფლუენსერ მარკეტინგი არ შეიძლება რომ აკეთოს კომპანიამ და ყოველთვის ცუდია. არა, უბრალოდ აი წილის გაცემა მათ შორის ინვესტორად შეყვანა და ესეთი ძალიან ქაოტურად, ძალიან მოკლე დროში თითქოს დაუორგანიზებლად მოხდა რა, აი ყველაფერი. კამპანიაც არ ყოფილა, რაღაცა სხვადასხვა ტელევიზიებმა გაავრცელეს ეგ ინფორმაცია და რაღაცა მგონია რომ რაღაცა მთლად სტაბილურად არ არის საქმე. არ ვიცი, ეს ჩემი შეხედულება არის და კიდე ბევრისგან გამიგია სხვათა შორის ეგ აზრი და არ ვიცი, რებრენდინგს რაც შეეხება, მე პირადად აი რო დავყოთ ორ ნაწილად რა, ლოგო, მხოლოდ ეს A და ის რაც არის. თითქოს ესთეტიურად უფრო ლამაზია, მაგრამ არო არის მარჯვნივ მაგას ეგ დაიკარგა. ანუ რაღაცა ეხლა უფრო გავს იმას რა ქვია კოლგის დასაჭერს რა ტარს ხო მაგრამ ნახე პირველი ლოგო უფრო მეტად ჩემზე წვეთს გავს გაწყვეტილი წვეთი შეიძლება ცეცხლსაც არ ვიცი მე როგორ შეხედავს ცეცხლს თუ ესე გაუგზელებ იმას მაგრამ მაგ ლოგიკით მარჯვენაც გავს წვეთს წვეთს არ ვიცი მომრგვალებამ ცოტა უფრო რაღაცა არ ვიცი ხო სხვანაირი ის მისცა მაინც ახლა რა თქმა უნდა შეხედულება მაგრამ თვითონ აი რებრენდინგი ხა 10-დან რა შევაფასოთ სხვა მატერიალები რაც ვნახე და ამასაც ვნახოთ ჩვენ ახლა განვიხილავთ 10-დან ალბათ 5 არის მაქსიმუმ ჩემი აზრით ეს რებრენდინგი მეც ეგრე დაუწერი სადღაცას და მით უმეტეს როცა ქირაობ ისეთ ადამიანს როგორ მათ იმუშავა ამ პროექტზე
რა ვიცი times-ის შეიძლება არასწორი guideline მისცეს და არასწორად აუხსნეს რა ჭირდებოდათ, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში მოკლედ არც იმ ადამიანს არ ჩაუდია დიდი effort-ი ჩემი აზრით. საერთოდ მე მგონია რომ ზოგადად მაყურებელს ვინც კარგად ვერ ერკვევა მარკეტინგში მათ რო ვთხრათ არსებობენ მარკეტინგში ინფლუენსიალ ადამიანები რომლებსაც თავის სახელზე აქვთ გაკეთებული ძალიან დიდი მარკეტინგული ბრენდები თუმცა თვითონ საერთოდ არ მუშაობენ თვითონ არის როლ სახეები და ყავთ დაქირავებული ასობით და ათასობით ადამიანი ეს პროექტი დიდი ალბათობით მათთვის იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე არაპრიორიტეტული იმიტომ რომ პრიორიტეტული პროექტები ძალიან ბევრი აქვს და ძალიან მაღალი დონის კომპანიების მის კომპანიას ხო ნუ ეგეც არის ხო და საბოლოო ჯამში თვითონ ეს ფონტიც არ ვიცი მე პირადად ძალიან არ მომწონს რა ეს რო იყოს რაღაცა futuristic რაღაც ტექნოლოგიური AI სტარტაპი კიდე ოკეი და კიდე შეიძლება მაგრამ არაფერ კავშირში არ არის რა არც უფრო futuristic არის აშკარად უფრო ტექნოლოგიურია და მაგას ვეტყოლებ ჩემს ხო ამიტომ საბოლოო ჯამში სეგმენტისგან აცდენილია რა ჩემთვის კი და თან ძველი უფრო სოლიდური არის ხარ ძველი არ წინავს თულად მაგრამ ეს მომგვალებებიც ვფიქრობ რომ ნელ-ნელა უკვე გადადის ხო ბოლოს არ ვიცი შეიძლება როლ წრეწირი იყოს ამათი ლოგო და იქნება არ ვიცი რა აქ გასათვალისწინებელი არის ერთი რაღაც რა კიდე რომ არქის ეს ლოგოები ყველაზე ხშირად არა სოციალურ მედიაში არამედ თვითონ არქის корпуსების ფასადებზე ჩანს ზევით ყოველთვის არის ხოლმე აი იქ ხო ამ წეებზე ხო ამ წეებზე და ზოგადად არქის ეს корпуსებზე სახურავზე ყოველთვის აქვს ხოლმე ლოგო განთავსებული ყველგან უნდა შეცვალონ მე ხომ მერე ხო ყველგან უნდა შეცვალონ ო ეს ხარჯია მაგრამ ეხა არც ისეთი დიდი მე ვფიქრობ რომ ამ ეს რებრენდინგი თვითონ ძვირიანი სიამოვნება იქნება და იმ კომპანიის დაქირავება იქნებოდა ამიტომ ჩვენი შეფასება downgrade ჩემი აზრით აშკარა downgrade then every story begins with vision ეს არის თვითონ წარდგენა უკვე ოკეი ვნახოთ აი აქ შეგვიძლია რომ ვნახოთ ანუ ეს თვითონ პროცესში ანუ ფიგმაში რაც გააკეთა დიზაინერმა ჩაიწერა მე ჭოება ყოფილიყო გამოყენებული არ არის არ ვარ დარწმუნებული რომ უფრო ილუსტრატორი ალბათ მაგრამ აი ეს ფერები ცოტა არქის არ შეესაბამება ჩემი აზრით აქ ეს არის წარმოადგენილი ხო რაღაც საბავშვო ბაღი რო იყოს შეიძლება მაგრამ არ ვიცი უფრო სოციალურ მედიებს აქვთ ხოლმე ესეთი ფერი და თვითონ მომრგვალებებიც ეს რაღაც როგორ თქო პლეისმენტები და ასე შემდეგ ცოტა ვერ ერგება ჩემი აზრით ერთმანეთს ფონტის გამოუშვით ლამაზია ფონტი არ ვიცოდი ფონტი მე მგონი მართლა კაია ლამაზია თავს ან ვერაფერს ცოც ვერ უტყვით და განსხვავებით ფუასო და ასე შემდეგ თუ დაუკვირდები საკმაოდ ლამაზად არის კი არა მე მგონი ფონტი ნორმალურია საკმაოდ ლამაზია არქის კორპორატული ფონტი და ნუ ინგლისურად იყენებენ Gotham's ტრადიციულ Gotham Narrow okay elite minimal luxury looks okay design არქი. ხო, ერთი რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ არქის ლოგოზე და რამაც გამოიწვია დიზაინერებში საკმაოდ დიდი კამათი არის ის, რომ აი, რამდენადაც გვანახეს გრიდებზე როგორ მუშაობდნენ, აი ამ ადგილას აცდენილია, ანუ სიმბოლოში არ ზის. საკმაოდ აცდენილია. ხო, მართალია კი. რომ დააკვირდე ძალიან უხეში ის არის გადასვლა. და ნუ გრიდები ყოველთვის მნიშვნელოვანი არის ხოლმე, რომ რაღაც ჰარმონიული შეიკრას ხო არქი და ეს საერთოდ არ უხდება ერთმანეთს ეს ლუჯი და ეს შავი არის ყველაზე ცუდი შეხამება ალბათ რაც და გვერდაც რომ საშინლება იმას ქნა რა ქვია ხან რესპონსივი ყოველ შემთხვევაში ეს ლოგო ნაკლებად არის ჩემი აზრით არა და მე რამდენიმე რეკლამა შემხვდა კიდე Facebook-ზე არქის სადაც ასევე არ იყო დაცული არანაირი სიმეტრია და ახასიათებს გადაფარებული იყო კომპანიის ლოგოები ტექსტებზე ასე შემდეგ რაც ასევე ძალიან დიდი შეცდომა არის და ჯერ მარტო ხო ამ ხელობი უიჯეტზე გადის მაგათი რეკლამები მე რამდენი ადამიანი ეყოლებათ მარკეტინგში ან შეიძლება აუთსორსეც ყავთ ვიღაცები და ესეთი შეცდომებს ანუ შეიძლება ანუ რაღაც კატასტროფა არ იყოს და ჩვეულებრივ მომხმარებელმა ეს ვერ შენიშნოს რა ეგ ასიმეტრიები და სივრცის დარღვევები ასე თქვა და შემდეგ მაგრამ აი რატო როცა ყველანაირი რესურსი გაქვს იმისა რომ აი ეგეთი ოქროს წესები მარკეტინგში უბრალოდ გაითვალისწინო რა და რატო ვერ არ ვიცი მართლა არ ვიცი ბრენდისთვის ასიმეტრია შეიძლება დასაშვებია მაგრამ როცა და ზოგადად ესეთი ხომ არა როცა არაპროფესიონალებს ხედავ ეგ არის საქმე რა რომ ანუ
როცა ვერ ხვდები რამ გამოიწვია რომ ფინანსების ნაკლებობა აშკარად არ არის, არც მარკეტინგის ბიუჯეტის პრობლემა არ არის, არც მგონია რომ არაპროფესიონალები მუშაობდნენ იქ, თლად. მანდ ჩემი აზრით შეიძლება ერთი ვარიანტი იყოს, ხო იცი, როცა დამკვეთს უნდა რაღაცა. და აი უბრალოდ უნდა რა, ანუ რაღაც გისმენს, აი რაღაცა დაინახა, მოეწონა, მინდა, всё, მაგრამ ეს მუშაობს, არ მუშაობს, შეცდომა არ არის შეცდომა, იმას მე აღარ გეკითხებიან ხოლმე, რაც შეიძლება ეგეც იყოს, არ ვიცი. თუ მოვა არქის წარმომადგენელი ამ კითხვებს დაусმევთ სიამოვნებით და რაღაცებს გავიგებთ. ახლა მარტო კრიტიკულებიც არ ვიქნებით რაღაც. არა, ბუნებრივია. ხო, ანუ უბრალოდ ახლა ბოლოდ დაგვიანონსეს ეს რებრენდინგი და მათ შორის მათსეც და კიდე ბევრ რაღაცას მე პირადად ბევრი კითხვა შეიძლება მქონდეს რა. კითხავი მნიშვნელოვანი არის, დიდი სურვილი მაქვს რომ ვიხილოთ არქის წარმომადგენელი ჩვენთან და ბევრ რაღაცაზე ვისაუბროთ, ხო, არა მარტო რებრენდინგზე, არამედ სხვადასხვა კითხვაზე. თან გასათვალისწინებელი არის რომ არქი პოზიციონირებს როგორც საქართველოში ნომერ პირველი დამსაქმებელი კომპანია, რომელსაც ყავს ყველაზე მეტი დასაქმებული. მართლა ეგრე. კი, ეს პოზიციონირებს და ასევე წარადგინეს. ამბობენ ყველაზე მეტი დასაქმებული ყავს. ხო, იმიტომ რომ წარადგინეს ერთი თვის წინ ახალი ბრენდინგი, რომელიც არის HR ბრენდინგი, ანუ თავისი გუნდისთვის We Are Arki ესე ქვია. არ ვიცი, არ გამიგია სიმართლე. და ვინ უნდა ყავდეთ ყველაზე მეტი, ანუ? არ ვიცი, ალბათ მე როგორც ვიცი საერთოდ თვითონ, ანუ როგორც ასეთი, ვინც აშენებს, ანუ კონსტრუქციის კომპანიას, შემდეგ ეგეც კი აუთსორს ეყავთ, ანუ თვითონ არ აშენებენ მაგსახლებს. ხო, აი ეს არ ვიცი, ამას აი ესეთ შეკითხვებზე კარგი. ხო, ანუ ეგეთ დეტალები რა, ანუ ყველაზე მეტ დასაქმებული ცოტა ლოგიკურია რა. ანუ მომსახურების სფეროში მგონია რომ ყველაზე მეტი არის და დიდი კორპორაციები, დიდი ბანკები მათ შორის. მაგათთან არ ამგონია რომ დამსაქმებელი როგორც მახსოვს ბოლოს Evolution-ი იყო. რაოდენობით. რაოდენობით, იმიტომ რომ მან რაოდენობას აქვს მნიშვნელობა. ანუ ახლა ხო, მაგრამ ბანკებიც, TBC ბანკი, საქართველოს ბანკი ძალიან ბევრი ფილიალი აქვს, ბევრი ოფისი აქვს. ეგ საინტერესო სტატისტიკაა მოკლედ. ამიტომ ეხლა ჩვენ ეს არ გავცნობილ ვართ ბოლო დროინდელ სტატისტიკას, იმიტომ იცვლება ყველა წელს. ამიტომ მაგ ყველაფერზე ეხლა პირველი ვეღარ იქნება იმ ამბების შემდეგ ალბათ. მაგრამ მაინც მეგონი ვერც დააზიანა ისე ძალიან Evolution. მაინც საბოლოო ჯამში ფულმა გადაწყვიტა მონ ყველაფერი. ხო, თავისთავად. ნუ არ ვიცი, ეგეც საინტერესო სტატისტიკაა და რავი შემდეგისთვის გავიცნობ. აი, მოდი გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგი ეს არის PSP-ს დაზღვევა, რომელიც გახდა Wiser-ი. ამ კამპანიაზე იმუშავა Playmakers-მა და ნუ კონცეფცია ფაქტორად თლიანად შეიცვალა. ბრენდი გადაკეთდა PSP დაზღვევიდან Wiser-ად უფრო თანამედროვე გახდა და მათი ეს ბრენდის პოზიციონირებაც, არ ვიცი რეკლამებით თუ შეგვედრია, არის რომ ჩვენ ვასვათ ყველაფერს შენ არ დაზღვე ყველაფერი. ხო, ანუ აქამდე იყო უბრალოდ დიდი ალბათობით ვინაიდან PSP არის ალბათ ჯანმრთელობის დაზღვევა. უფრო ჯანმრთელობის დაზღვევა და ეხლა უკვე ყველაფერი რომ ეხლა ალბათ დიდი, ანუ იმიტომ რომ მეტი მასა მოიწ. Madonna service-ის დაზღვევა, ანუ რაღაც ესეთი კლიპებია რა, ხო, Madonna service. არ ვიცი, Wiser-იც არ ვიცი, ნახდათ. ხო, საინტერესო არის, მე მომწონს და აქ არის მნიშვნელოვანი ის, რომ მაგალითად აი ძველი კლასიკური Mercedes-ი დგას გარეშე, რომელიც არასდროს არ გამოუყენებიათ, იმიტომ რომ პატრონი უფრთხილდებოდა. და ანუ შეგიძლია რომ ეს Mercedes-ი დააზღვიო, ატარო რა და ისე არ იყოს გარეშე, იმიტომ რომ ამ Mercedes-აც უნდა გარეთ გასვლა. Playmakers ხო. იგივე არის მაგალითად Madonna service-იც, იმიტომ რომ არ ვიცი, ყველასთვის უჩუქებიათ ალბათ რაღაც. ხო, და ვიტრინაში და ვიტრინაში და ყოველთვის. მე მაგალითად Madonna service-ი და ბამბანერკები იყო ადრე. ჩვენ ვერ მოვესწარით მაგას, დიდი მადლობა ღმერთს. თვითონ Wiser-ის ლოგოს რაც შეეხება, ერთი პრობლემა, ანუ არ ვიცი შეიძლება პრობლემა არის და ესე არის, უბრალოდ ეს ნატეხს ვერ ცოცდი რატო? ბზარია აშკარად. ხო. რავი, ეხლა ლოგო, მაგრამ შეიძლება ბზარია და რაღაც სხვა. დაზიანებას ნიშნავს და თვალ დაზღვევასთან დაზიანება. ანუ უბრალოდ აი ამ დაზიანებებისგან დაზღვევენ. ესეც შეიძლება იყოს. ხო, ასეა თუ ისე, ნუ ყოველ შემთხვევაში ძველი ბრენდი რაც იყო PSP დაზღვევა უბრალოდ იმასთან შედარებით ეს რა თქმა უნდა გაუმჯობესებული. თან ანუ მანდაც როგორი ამბავი არის, იცი რომ დაზღვევა ზოგადად ისეთი სფეროა რომელიც როგორ თქვა, მაინც უფრო პრობლემურია რა, იმიტომ რომ თუ შენ დაზღვევა რაღაცა დააზღვიე და სიტყვაზე კომპანიამ არ აგინაზღაურა რაღაც მიზეზების გამო, შეიძლება არ გეკუთვნოდეს კონტრაქტის პირობებიდან გამომდინარე ანაზღაურება. მე ყოველთვის მოდის ხოლმე რომ აი ამ კომპანიამ არ მომცა ფული, არ დამაზღვია და ამაშიც ალბათ ეგ ჩანაფიქრი არის რომ აი მაგალითად PSP დაზღვევამ თუ ვიღაცას რაღაცა არ აუნაზღაურა
მიუხედავად იმისა, ხო, ანუ ეგეც რეპუტაციის ამბავი არის რა. იმიტომ რომ ეხლა მაგალითად ავერსაც აქვს თავისი დაზღვევა, ალფა დაზღვევა და კიდე ბევრი არის. TBC დაზღვევა თავის სახელით ოპერირებს, TBC და ანუ TBC ბანკი, TBC დაზღვევა. ალბათ ამაზეც ექნება თუ რისკებზე ნაფიქრი, მაგრამ მაინც ანუ ეს გადაწყვეტილება ალბათ მაგითაც არის ნაკარნახევი და ერთის მხრივ ის რომ მაგალითად მანქანის დაზღვევა შემოიყვანეს სამოგზაურო დაზღვევები და კიდე ბევრი სხვა რა. ხო და მნიშვნელოვანია ბრენდის პოზიციონირებაც აქვს. აი მაგალითად ახლა მე მაქვს ორი პოსტერი მოყვანილი, ჩვენ ვეცებთ ადამიანებს, ვინც ჩვენზე არ ფიქრობს, დაზღვევაზე არ ფიქრობს. ანუ რისკავს ისე რომ დაზღვევაზე არ ფიქრობს, იმიტომ რომ იცის რომ დაზღვეულია მისი მანქანა და ასევე ვინც პირველი გაჭრის და არ ინანებს, რომც ინანოს, მაინც არ ინანებს. ეს ცოტა უცნაური, მაგრამ ესეთი საინტერესოა მაინც. მაინც მომხმარებლის ცნობიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეხლა რაც ახსენე რომ კონტრაქტების შეიძლება არ იყოს გათვალისწინებული თანხის ანაზღაურება, მაგრამ მაინც მომხმარებელს სურდეს ეს თანხის ანაზღაურების მიღება და რომ არ მიიღებს მე რაღაც პრობლემები შეუქმნას კომპანიის რეპუტაციას, ეს პირველ რიგში არის მომხმარებელთა ცნობიერების ცოტა ისეთი ნაკლებობა კონკრეტულ სექტორებში. დაზღვევა მიუხედავად იმისა, რომ არის უნიშნულოვანესი კომპონენტი რეალურად ყველა განვითარებულ ქვეყანაში ფინანსური და ჯანმრთელობის მიხედვით, აი ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც არის დაზღვევა, იმიტომ რომ შეცდომებს და რისკებს თავიდან გაცილებს. არ გაცილებს, უბრალოდ, დაზღვევს რა და მიღებული ზიანი არ არის იმხელა, რამხელად შეიძლება იყოს დაზღვევის გარეშე. ხო და საქართველოში ესე არ არის. დაზღვევა პირიქით რატომღაც ასოცირდება, არ ვიცი, ნეგატიურ კონტექსტში უფრო ასოცირდება საქართველოში ვიდრე რა თმინდა ეს დაზღვევა? უმაშორეთ. ეხლა მანქანებზე ხო შემოდის სავალდებულო დაზღვევები. ხო, ნუ კარგი არის. რა თმინდა ხალხო, ვინ ჩემზე კარგად, ვინ მე ვიცი, ანუ გასაგებია, ეგ ოკეი არის, მაგრამ მანდაც დაზღვევა მნიშვნელოვანია და სამოგზაურო დაზღვევებით მაგიტომაც არის სავალდებულო და ვერც ერთ ქვეყანაში ვერ მოგზაურობთ, ვერავინ ვერ მოგზაურობს დაზღვევის გარეშე, იმიტომ რომ ეგ კოლექტიური, ასე ვთქვათ, თანხა რაც იკრიბება რა, დაზღვევის პრინციპი არის ეგ, რომ ბევრი იხდის ანუ ბევრში აქვს, მაგრამ ცოტა იყენებს და იმ ცოტაში თუ ჩვენ მოვხვდით, ამ შემთხვევაში ჩვენ მეშვებით. კი, ამიტომ მნიშვნელოვანია ეგ ნეგატიურ იმასთან რო ასოცირდება, მაგაში გეთახები ნახდათ. ხო. რამდენს დაუწერდით? მე ხა ამას 10-დან მინიმუმ 7-8-ს მაინც დაუწერდი. ვაიზერი. ნუ ამ შემთხვევაში ხა ან წინასთან შედარებით გულ. კი, კი. ნუ ლოგოს ამბავში და ხა ეს წინა არის დაახლოებით 2009 წლის 9 წელია. ეხლა სადღაც ეგრე ვართ რა 23, 25, 26-ისკენ ვართ ნახდათ. მაგრამ აქაც აღსანიშნავი არის ის, რომ Wizers როგორც ბრენდს დაჭირდება awareness-ის გაზრდა, ხო? იმიტომ რომ Wizers თვითონ სახელიც არ არის მაინც და მაინც ისეთი. Wizers. ხო, ანუ ჩემთვის და შენთვის ცოტა უფრო Gen Z-ის მაგალითად რაღაც გასაგები არის. ოკეი არის, მისაღები არის, მაგრამ ეხა 40+ ხალხისთვის Wizers-ი რაჯანდაბა არის, რახილიაო, ბევრი კითხავს. ამიტომ ეგ არის, ანუ როგორც rebranding-ი ძალიან კაია პირიქით, მაგრამ brand awareness-ის გაზრდას შესაძლოა ცოტა დიდ დრო დაჭირდეს, რამაც PSP დაზღვევის შემოსავალი აშკარად შეამციროს, ხო? ეგ არის ჩემი აზრით აქ თავი ის. აქ ოღონდ ერთი რაც არის, რომ PSP დაზღვევას თვითონ ნაზღვევს ის ფაქტი, რომ ნუ Playmakers-ი გას ამ ბრენდის უკან და გამოსწორდა. ხო და ნუ თვითონაც ეხა ეგეც თავისთავად და თვითონ ეხა PSP-ც იმხელა ბრენდი არის და ისეთი დიდად არ უნდა გაუჭირდეთ. ხო, ანუ ეხა მაგის პრობლემა მე მგონი არ უნდა იყოს ნახდათ. სხვა დაზღვევებს უფრო გაუჭირდებოდა ამ rebranding-ის გარეტანა, ვიდრე PSP-ს მოკლედ რო ვთქვათ. კი ბატონო. ამიტომ შემდეგი ყველაფერი კარგად იქნება. კი, დავაშვიდოთ PSP დაზღვა. შემდეგი მნიშვნელოვანი და ბოლო დღეისთვის rebranding-ი ეს არის Swiss Capital. SCAPI. ეს ჩემი ინიციატივით. კი, მე საერთოდ არ მაქვს, არ ვარ ინფორმირებული ამ rebranding-ის შესახებ, რაღაც ძალიან ისეთ ჩუმად გაიმართა როგორც ჩანს ამ rebranding. მე ანუ social ქსელშიც ხდება ხოლმე რეკლამა და გარე ბილბორდებზეც ხშირად მანქანით როცა მოძრაობ ხოლმე. ბილბორდებს ვაკვირდებ, მაგრამ არ შემოხვდა. ან არ დავკვირებულა კონკრეტულად. ხო, ანუ Swiss Capital-ი ანუ გააკეთეს აპლიკაცია, ამ აპლიკაციას დაარქვეს SCAPI და როგორც ჩანს ისე მოიწონათ ეს სახელწოდება SCAPI. რომ მოდი დავიკიდოთ თუ Swiss Capital-იო, ცოტა ხანიო, კი არა სამუდამოთო და ვაფშე დავარქვათო SCAPI-ო. არ ვიცი, ანუ ახალი შესვლა რთული ამბავია ხოლმე ნებისმიერი ბრენდისთვის. რა თქმა უნდა. მე და პლუს ამას, ანუ თან სლოგანი არის, რომ ამიერიდან ერთი სიტყვით გვესმის შენიო. ახამდე თუ ორი სიტყვა ვიყავით Swiss Capital. ეხლა ვარ SCAPI-ო.
მაგრამ თვითონ აი სიტყვა სკაპი, არ ვიცი, მე მახსენდება სკაპი. თმის სკაპები რა. სკაპი ხა ჩემთვის ასოცირდება უფრო მშენებლობასთან. სკაპი? კი, აი ხა რასაც ვნახულობ Google-იც მათ შორის სკაპი რომ დავსერჩე, უფრო სამშენებლო კომპანიები და აპლიკაციები არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ შეიძლება რაღაცა ტერმინი, ბათქაში სკაპი, რაღაცა. უფრო ის მე მგონი. ჩაფხუტი ხა. იგერ სკაპი? არ ვიცი, მაგრამ ეს ფოტოები ამოვაგდა სკაპი. არ ვიცი. რაც ასევე ანუ გასათვალისწინებელი არის ხოლმე Google-ში რო სერჩავენ რას აგდებს. SEO კი არა მაინც ამან, არამედ Google Image-ში რასაც აგდებს, ეგეც გასათვალისწინებელი. ხო. და ხა რო ჩაფხუტების ფოტოებს რო აგდებს, არ ვიცი. ხო. და ის არის. სკაპი. Market Research-ში მოკლედ მაგასაც მოიცავს რა და გადადი ლოგოზე რო ლოგოც ვნახოთ. ლოგო რეალურად ეს არის ალბათ. ხო, მოკლედ სკაპის ლოგო არის, სკაპი წერია, S და C არის წითლად, A-ი შავად და Swiss Capital-ის. ხო, ან მე მგონია რომ ზედმეტად ასე თქვა წარმოაჩენენ რომ აპლიკაცია აქვს და ანუ გასაგებია, ძალიან კარგია პირიქით. ხო, მაგრამ საბანკო სექტორში საქართველოში ნამდვილად არ გვაქვს. ვერ გააკვირებთ ვერავის, ხო, ეგ არის. და თუ თქვენს ბიზნეს აპლიკაცია არ აქვს და გინდათ რომ გქონდეთ, მათ შორის ფიქრობთ კი, ნებისმიერი სირთულის, ნებისმიერი სექტორის შეგიძლიათ რომ runways დაგვიკავშირდეთ და ჩვენ მოდი ესე ვიტყვი რომ საქართველოში ალბათ ტოპ აპლიკაციები რაც არის, იმაზე არანაკლები ხარისხის თუ არა მეტი შეგვიძლია რომ შევქმნათ პროდუქტი, დავწეროთ აპლიკაციას, მათ შორის ნებისმიერი სახის soft-იც და hard-იც, hard-ით შევქმნათ ფიზიკურად შეგვიქმნია კიდევაც და თუ თქვენს ბიზნესს ჭირდება აპლიკაცია, დაე მიმართეთ runways. რაც შეეხება სკაპს. Hard-ი და AI. AI აუცილებლად, თუმცა AI-ც ნაწილიც, იმიტომ რომ ეს ძალიან აქტუალური. კი. ყველანაირი AI პროდუქტს თავაზობთ ესეც. კი, ეს იქნება AI chatbot-ები, ეს იქნება AI ასისტენტი, ეს იქნება AI აგენტები. AI აგენტები საქართველოში ჯერ ეგეთ ჰაიპში არ არის. და ძალიან მაგარი რაღაც არის საბოლოო ჯამში, რაც გლობალურ მარკეტზე ძალიან პოპულარული გახდა. მეინებს უკვე ფაქტობრივად. კი. ამიტომ AI აგენტების გამოყენება შეუძლია ყველა დიდ და საშუალო კომპანიას და შეიძლება მცირესაც და AI აგენტები ისევე როგორც სხვა AI ტულები უფრო საჭირო მცირესთვის მე თუ მკითხავ. რატო? ხო, ანუ მცირეს, ანუ რესურსი ვისაც არა აქვს თანამშრომლების აპარატას მაგრამ დიდი კომპანიებისთვის არის იდეალური შანსი რომ კომპანიებს თავისთავად იდეალური შანსი რომ დაზოგონ სახელმწიფო ხარჯები და არამარტო გააკეთებინონ ხარისხის გაზრდაც არის მათ შორის ბევრ ასპექტში, იმიტომ რომ მაინც და მეც ზოგი ასპექტი არის ესეთი, სადაც კვალიფიკაციის დონე საქართველოში სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე არ არის ძალიან მაღალი. კი. და შეგვიძლია რომ ეს გეფი ამოვავსოთ თუნდაც აგენტების მიმართულებით. ხო, გადავიდეთ. ნამდვილად. შემდეგ ნაწილზე. სკაპი, არა, არ დაგიმთა, ანუ სკაპზე. სკაპზე აპირებ, კიდევ დავამატებ. მე არ ვაპირებ და შენ თუ გინდა დავამატებ. ფაქტია რომ რებრენდინგი გააკეთეს, იშრომეს, რაღაც გამოცდილება ჩადეს. ეს ჯობია მოკლედ წინას აუცილებლად. კი. სახელზე თავს არ დავდებ, მაგრამ როგორც ლოგოს კონცეფცია, ეს ჯობია. სახელზე. მე მერჩინა Swiss Capital, იმიტომ რომ უფრო სანდო Swiss Capital გერჩინო, მაგრამ ჩვენც არაფერი არ არისო. ან ნახე, მე რომ ვიყავ. თვითონ რებრენდინგი ხო, მაგრამ ეს საიტი რაღაცა ეს არის კაპჭი. ეს არის ოღონდ უბრალოდ ლენდინგ პეიჯი, ანუ რაღაც ტექ ბიჭო, ტექ კი არა რაღაცა, ხო, ანუ რაღაც დასაქმების პლატფორმა უფრო მეგონა. აქვე ჩართვები, ვებსაიტების შეფასება და აპლიკაციების შეფასება, ვისაც აქვს კიდე ცალკე მიმართულება არის და მე შეგვიძლია მე კიდე ცალკე გავშალო. ძალიან საინტერესო არის. ცა შედარებებიც, იმიტომ აი ხა მე მაგალითად ბაზარზე ერთნაირი პროდუქტები გვაქვს ბევრი აპლიკაციებით. კი. და კიდე მე წავწვდომი ვარ ისეთ დიდ კომპანიებს და რომლების სერვისსაც მისარგებლია და ვსარგებლობ და ყველას გვისარგებლია, რომელსაც აპლიკაციიდან გასაგებია რო არ აქვს, მაგრამ საიტი აქვს ისეთი, რომლითაც ისარგებლებ კი არა. რა ვიცი, ვერ მოძებნი, ვერ ჩაწერე, რესპონსივი არ აქვს, ტელეფონის დესკტოპის ვერსიას გიხსნის ტელეფონის და ეგ დრო, როცა დიდ კომპანიებს კი არა, ანუ საბოლოო ჯამში პატარა კომპანიები, სტარტაპები იწყებენ იმით, რომ აი მოდი გავაკეთოთ Facebook, ანუ სოციალური ქსელები და მე აუცილებლად გავაკეთოთ ვებგვერდი, რომ Google-ში ვიძებნებოდეთ.
ნუ აპლიკაცია გასაგებია რომ შემდეგი ეტაპია და ცოტა უფრო მეტი არის ექსტრა არის და ძვირიანი სერვისია, მაგრამ არიან კომპანიები, ძალიან დიდი კომპანიები, რომლებსაც არ აქვს საერთოდ თან ანუ ისეთები, რომლებიც ონლაინ გამოყენებას გჭირდება რა, რაღაც სერვისები საიტით უნდა დაჯავშნო მაგალითად, რაღაცები. რამდენიმე კლინიკა მაგალითად არის ეგეთი, რომელსაც ვიზიტი შეიძლება უნდა დაჯავშნო საიტიდან და საიტი არ მუშაობს ფაქტობრივად. ჩვენ მომავალ პოდკასტებში და აი ამ ფორმატით ხშირად განვიხილავთ ბევრი ბიზნესის პროდუქტს, ტექნოლოგიურს, აპლიკაციასაც, ვებსაიტსაც და შევაფასებთ ხოლმე რა. მათ შორის შევთავაზებთ კიდეც ცვლილებებს, რაც შეიძლება რომ დანერგონ. ბუნებრივია, კი, იმიტომ რომ ჩვენცაც საინტერესოა, როგორც შემსრულებელი. გამოწვევა. მარტო კრიტიკა ხო არ არის საქმე. ხო. ანუ თუ რაღაც საკრიტიკებ, ოკეი, გააკრიტიკე, მაგრამ ან გამოსავალისკენ ეძიე, ან გააკეთე, ან არ ვიცი. შემდეგი სეგმენტი რაც გვაქვს, ეს არის რომ რაც თამაშები გვექნება ყველა პოდკასტში სხვადასხვა. ხო, მინი გეიმები. იმისთვის რომ მაინც ცოტა სახალისო გახდეს რა. ხო, ეხლა ჩვენ შორის შეიძლება სახალისო არ იყოს, იმიტომ რომ დიდად არც ერთს არ გვიცნობთ და არ ვართ ალბათ ესეც საინტერესოები, მაგრამ მესამე ადამიანი იქნება მოსული. ხო. მასთან ერთად თამაში და ასე შემდეგ იქნება უფრო საკმაოდ საინტერესო და მაყურებლისთვისაც ისეთი რა, როგორ ვთქვა. ჩამთრევი. ხო. ხო. შეიძლება ჩვენზე უკეთ და სტუმარზე უკეთ. ხო, მაყურებელი. შენ რომელიც გიყურებ ახლა, მან გამოიცნო და ეგეც საინტერესოა. ხო, დაწერეთ კომენტარებში პირველი ვიდეო არის. ვთქვათ, რომ ბრენდებსაც მოუწოდეთ, პატარა მინი, ეს ვთქვათ, მინი კომპანიები და ასე ვთქვათ, პატარა ბრენდები ვინც ხართ, მათაც დაწერეთ ხოლმე, იაქტიურეთ და ვეცდებით რომ რაღაც გათამაშებებს მოვაწყოთ მათ შორის ბრენდულ დახმარებას. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ მაინც და მაინც არ არის აუცილებელი რომ გიგანტი კომპანია იყოთ და მილიონების და მილიარდების შემოსავალი გქონდეთ. შეიძლება იყოთ მცირე მეწარმე, შეიძლება იყოთ სტარტაპერი, რომელიც ეხლა იწყებთ რაღაც პროდუქტის მუშაობას, ან შეიძლება საერთოდ არა, მაგრამ სამომავლოდ გინდათ რაღაც გაკეთება. ეგეთიც ანუ მაგ ადამიანებისთვისაც ჩვენი სტუდიის კარი და ჩვენი ასე ვთქვათ ხელმისაწვდომია აქაურობა სრულად. ამიტომ როგორც ამ სტუდიის კარი ისევე როგორც სამუშაო სტუდიის კარი, რომელშიც შეგვიძლია რომ ისევე დავეხმარო და ჩვენ ბევრი მცირე ბიზნესისთვის და გულანთებული ადამიანისთვის ბევრი რაღაც საერთოდ უსასყიდლოდ კი არა, ანუ მაგაზე საუბარი ზედმეტი არის, როცა მცირეზე არის და სტარტაპზე არის ლაპარაკი, იქიდან გამომდინარე რომ ვიცით რა რთულია, ვიცით როგორი ხიფათით მოცული არის ეს სფერო და ყველაფერი შენ ხარ დაწყებული, არ ვიცი, ყველაფერი შენ ხარ რა სტარტაპში. დამლაგებელი შენ ხარ, დირექტორი შენ ხარ, ოპერატორი შენ ხარ და დეველოპერიც და ყველაფერი. ამიტომ რაც შეეხება მცირე ბიზნესებს და სტარტაპებს, ჩვენ განსაკუთრებულად გულთბილად დაგხვდებით და შეღავათი იქნება თუ რა ვიცი, რაც იქნება, ყველაფერს გაიკეთებთ. მოკლედ, დღევანდელი პოდკასტი პრინციპში შეგვიძლია რომ წავიყვანოთ დასასრულისკენ. წავიყვანოთ როგორი იყო ანუ შეგრძნების დონეზე შენთვის? შეგრძნების დონეზე იყო ძალიან საინტერესო. ეხლა ჩემთვის მე ვაფშე არ მინდა ეხლა გავუშვით. შეგვიძლია გავაგზავნოთ კიდე. მაგრამ რაღა უნდა გავაგზავნოთ, ანუ დღეისათვის თუ ეს ვიდეო დაიდო საერთოდ YouTube-ზე, კაი იქნება. შეიძლება არც დაიდოს, შეიძლება საპილოტო იყოს, დაიდება ძალიან შემოკლებული, იმიტომ რომ დიდი ხანია ვიწერთ უკვე და ბევრი რაღაც იქნება გამოჭრილი. ბევრი ისეთი მომენტი იყო უკვე, რომელსაც ავუჭრით ასევე. ხო, მაგრამ მაინც ვინაიდან პირველი ვიდეო არის და YouTube-ის ალგორითმი ისეთია, რომ დიდი დრო ჭირდება YouTube-ზე რომ რაღაც ნახვები დააგროვოს და ტრეკშენი დადოს. მაინც ვინც ნახავთ ამ ვიდეოს მაქსიმალურად და რა ვიცი დაალაიქეთ და კომენტარეთ, გვირჩიეთ რა შევცვალოთ, რა გავაუმჯობესოთ, ვინ მოვიწვიოთ და ასევე ყველაზე კაი იქნება პრინციპში რომ თუ იცნობთ ისეთ ადამიანს რომელსაც თავის კომპანია აქვს, თავისი ან CEO, რეკომენდაცია და გაგვიწიოთ ჩვენ იქით რეკომენდაცია. ხო. ჩვენ შესახებ უთხრათ რომ ეს პოდკასტი არის ბიზნესმენებზე, მეწარმეებზე, მარკეტინგზე, სტარტაპებზე, ინვესტიციებზე და ადამიანები ველოდებით ყველა მეწარმის. ხო. დღევანდელი პოდკასტი იყო ძალიან ლაითი, უთელუთი. ბევრი ისეთი არაფერი გეკეთებია, რაც შეიძლება ინფორმატიული ყოფილიყო მომხმარებლისთვის და ზოგადად მაყურებლისთვის. თუმცა ნუ ეს იმიტომ რომ რაღაც გაცნობითი პოდკასტი იყო, ჩვენ ვიჯექით მხოლოდ, ჩვენც ვესაუბრებოდით და ამიტომ საინტერესო ვინიჯდება აქ.
ვინ იჯდება აი ამ სკამზე ჩვენს შორის და ვინ გასცემს ჩვენს შეკითხვებს პასუხს. მოკლედ დღეისათვის მე მგონი სულ ეს იყო. დიდი მადლობა თუ გვიყურეთ ბოლომდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს. ჩვენ ამით გემშვიდობებით დღეს, თუმცა მალე დაგებრუნდებით. თქვენც დაგვიწერეთ თქვენი აზრი, თქვენი რჩევები, გაუზიარეთ ეს ვიდეო იმ ადამიანებს, ვინც შეიძლება რომ აქ დაჯდეს საომავლოდ. ამიტომ დიდ მადლობას გიხდით და დაგემშვიდობებით თვალე ადევნეთ მონეტიზაციის არხებს სხვადასხვა სივრცეში, ასევე Runway-ის არხებსაც, იმიტომ რომ ბევრი ისეთ საინტერესო პროექტზე ვმუშაობთ ეხლაც, რომელიც საქართველოში ამ ეტაპზე არ არის და რაღაცა შემოგვყავს რაღაც ძალიან საინტერესო მიმართულებები.